მთავრობა კმაყოფილია ფერმერთა ნაწილი კი უკმაყოფილო აჭარაში ციტრუსის ჩაბარება გრძელდება, მოთხოვნა ხარისხიან მანდარინზეა. უამინდობის შედეგად დაზიანებულ მოსავალს კი საწარმოები იაფად იბარებენ. ჩამბარებელ პუნქტებთან ამ დრომდე რიგებია, მიზედად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება. მერაბ წულუკიძე დაინტერესდა თემით. ახალმოსული ვარ და ველოდები რიგს. 3 დღეში მომიწევს გავიცლები. არასტანდარტული მანდარინი დატვირთული ასობით ავტომანქანა ქობულეთის მიმღებ საწარმოში საკუთარ რიგს მესამე დღეა ელოდება. დაბალხარისხიანი ნაკოფის სიმრავლე წელს უამინდობამ განაპირობა. მოსავლის ნაწილი სეტყომ დააზიანა. დაზიანებულ მანდარინში ფერმერი 20 ცეცხლს მიიღებს, საიდანაც ნახევარს მას სახელმწიფო სუბსიდიის სახით უხდის. მესამე დღეა ველოდები. დღეს გავდივარ. სია იწერება, სიის მიხედვით. და დღეს მიძევს. 7-ში მოვედი საღამოს, მაქვს 55 მანდარინი. და მას შემდეგ ელოდები? ხო. თუ 100 კილომდე აქ ამოვარო, გადაირჩევა მერე და 500 კილო იქნება. მაგას წვენებში გამაქთა ვაბარებ. არასტანდარტული მანდარინისგან განსხვავებით ხარისხიანი ციტრუსის რეალიზაცია წელს პრობლემა აღარ არის. თუმცა გასულ წელთან შედარებით მოსავალი თითქმის განახევრებულია. ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციას არ ჩქარობს და საახალწლოდ ფასების მატებას ელოდება. წელს არის 5-6 ტონა, ეს უფრო ნაკლები არის. საერთოდ ყველგან ნაკლები არის ეს მანდარინი. და მისი გასაღება იყვნენ მაგალითად მოვიდნენ 60 თეთრი, 65 თეთრი მაზლიან. მანდარინის რეალიზაციით კმაყოფილები არიან აჭარის მთავრობაში, რაც შეეხება საწარმოებთან არსებულ რიგებს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ ეს ტექნიკური შეფერხებების ბრალია და რიგები რამდენიმე დღეში აღარ იქნება. 30-ზე მეტი საწარმო წელს მუშაობს, ზოგი სრული დატვირთვით მუშაობს, ზოგიერთები ნაწილობრივ, მაგრამ ყველა საწარმო, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გადაცემული, მუშაობს. დეფიციტია უფრო, როგორც აცხადებენ, არ ჩაგვაბარესო სტანდარტული მანდარინი და ფასების მოვფიქრობ 50 ქვევით არ არის. ამ ქარხანაშიც და იმ ქარხანაშიც 50-60 თეთრია მაქსიმუმი. რამდენად წარმატებული იქნება წლევანდელი სეზონი დაახლოებით 1 თვეში გამოჩნდება. აჭარაში წელს მიღებული 73,000 ტონა ციტრუსის მოსავლიდან ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის 22,000-ია რეალიზებული. ექსპორტი სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში ხორციელდება.